რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბიჭებში სქესობრივი მომწიფების დროს? სქესობრივი მომწიფება ბიჭებში იწყება 9-დან 14 წლის ასაკამდე და ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი. მთავარ ბიძგს მოვლენათა განვითარებაში წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტვინის სტრუქტურები იწყებენ ისეთი ჰორმონების დიდი რაოდენობით გამოყოფას, რომლებიც ასტიმულირებენ ტესტოსტერონის გამომუშავებას სათესლე ჯირკვლებში. სწორედ ტესტოსტერონი განაპირობებს მთელ რიგ ცვლილებებს ორგანიზმში სქესობრივი მომწიფების დროს. 9-10 წლის ასაკში იზრდება სათესლე ჯირკვლები და შესაძლოა მან შეიცვალოს შეფერილობა და მისი კანი გახდეს შედარებით უფრო მუქი. ასევე ამ პერიოდში ბიჭი საგრძნობლად იზრდება სიმაღლეში. 11-13 წლის ასაკში იზრდება სასქესო ასო და ჩნდება თმიანი საფარველი. იზრდება კუნთოვანი მასა და სხეული იცვლის ფორმებს. 13-15 წლის ასაკში თმიანი საფარველი მატულობს და იცვლება ხმა. ალბათ ბევრ თქვენთაგანს შეგინიშნავთ, რომ ამ პერიოდში ბიჭებს აქვთ ესეთი არასტაბილური ხმა, ხან უფრო ბოხი, ხან უფრო წვრილი და ეს არის ერთგვარი გარდამავალი პერიოდი. ამავე პერიოდში შეინიშნება სიმაღლის კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა და შესაძლოა იყოს გაძლიერებული მადა. 15-18 წლის ასაკში სრულდება სხეულის ფორმირება და ის იღებს მამაკაცურ აღნაგობას. ამ პერიოდში სწრაფი ზრდა სიმაღლეში შედარებით ნელდება და თმიანი საფარველის ზრდაც უკვე სტაბილურია. საყურადღებოა თუ სათესლე ჯირკვლების განვითარება არ აღინიშნება 14 წლის ასაკამდე. თუ თმიანი საფარველი არ განვითარდა 15 წლის ასაკამდე. თუ ბიჭი არ იზრდება სიმაღლეში 15 წლის ასაკისთვის. და თუ მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება იმ ცვლილებების, რომლის შესახებ მოგახსენეთ, დაიწყო 9 წლის ასაკამდე.